Berlinales ევროპული კინოს ბაზრობაზე გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მთვარე მამაა ჩემი კინოჩვენება გაიმართა კინოჩვენების პარალელურად საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან ინდუსტრიულ შეხვედრებს მართავდა ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციებს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს მათ შორის არის ეროვნული კინოცენტრი რომელიც ყოველწლიურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პავილიონს Konda არაერთ საინტერესო შეხვედრა, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო შეხვედრები კინობაზრობებთან, ინდუსტრიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რამდენადაც ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კინობაზრობაზე მსოფლიოს მასშტაბით. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან ერთად იმისთვის, რომ უფრო მეტად დაახლოვდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი კინომოღვაწეები იმისთვის, რომ ერთობლივ წარმოებას შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ ვნახეთ გიორგი ოვაშვილის მთვარე მამაა ჩემი. ჩვენებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. აუდიტორიას ძალიან მოეწონა ფილმი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ბერლინში ჩვენება. მთვარე მამაა ჩემი, ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც ბებიასთან იზრდება. ფილმი აერთიანებს ოვაშვილის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ხელწერას, ემოციურ სიღრმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფილმი ბერლინში იხილეს.